რაღაც ძალიან მოდური ტენდენცია შეიქმნა. პათოლოგიურ ფერს იღებს კორპუსების თავზე გარუჯვა და აივნებზე გარუჯვა. რასაც ექიმი პათოლოგიას უწოდებს, ამ ახალგაზრდებისთვის გალამაზების ხერხია. პროცესის შემაწუხებელი რომც იყოს, მოდაში გარუჯული კანია. ზეზე ყოფნა შეუზღუდავი დროით დამცავი კრემის გარეშე, გარუჯვა ლუდით, კაკლის ან ზეითუნის ზეთით, საკვების სოდით. ეს ყველაფერი საქართველოში გარუჯვის მოდას მოსდევს. ხშირად შედეგი დამწვრობაა. ლეგვის ფოთლების ნახარშით, ხო? შენ თო მომამზადე? როგორც ექიმები და ექსპერტები გვეუბნებიან, მზის და ნარუჯის სიყვარულზე ადამიანი თურმე შეიძლება ისევე იყოს დამოკიდებული, როგორც ალკოჰოლსა და თამბაქოზე. თუმცა როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ნარუჯის სიყვარულით შეპყრობილ ადამიანებს საკმაოდ მრავალფეროვანი ფანტაზია ქონიათ. წელს ლეგვის ფოთლის ნახარშით გარუჯვის სეზონია. ერთ თვეში ამ მეთოდით საქართველოში 25 ადამიანი დაიწვა, 24 გოგონა და 1 ბიჭი. რამდენიმე მათგანი გართულებული შედეგით რეანიმაციაშიც მოხვდა. რატომ არის მავნებელი ერთი შეხედვით ეს უწყინარი მცენარე? მას ხალხურ მედიცინაში მეჭეჭების მოსაწვავად იყენებენ. კანზე მოხვედრისას არ აქვს უცაბედი შედეგი, მაგრამ წვის შეგრძნება მეორე დღიდან იწყება. ის კანის გამოშრობას და ღრმად დაზიანებას იწვევს. აი სადაც მოხდა ეს წვეთები, აი ნახეთ ჩამოწუწყულები. აი ზუსტად იმ პერიმეტრზე მიიღო დაზიანება. ლეგვის წვენი ფოთლების ნახარში არის ძალიან ქიმიურად აქტიური ნივთიერება, იგი მჟავე რეაქციისაა, იწვევს კანის ქიმიურ დამწვრობას. მზის გარეშე. მზის გარეშეც იწვევს ქიმიურ დამწვრობას, ხოლო მზის სხივები, ანუ სოლარული დამწვრობა პროვოცირებას აკეთებს. 19 წლის იზა ცაკაშვილმა ლეგვის ნახარში ერთხელ გადაივლა. მზეს 2 საათით მიეფიცხა და 8 დღეს საავადმყოფოში გაატარა. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ კახეთიდან თბილისში დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. საიდან გაიგე ლეგვის ნახარშის შესახებ? პირველად ვინც დაიწვა გოგო, აი იმიდან. ანუ ტელევიზორში? კი, ტელევიზორში. მაგრამ მე ნახე ტელევიზორში, რომ ეს იყო ცუდი, რატო გაიმეორე? ნახე, მაგრამ მე ვიფიქრე დიდხანს არ დავწევითქო და რა ვიცი, ცოტა ხანი დავწეკი და მაინც დავიწვე. ტელევიზიით გასული რეპორტაჟი სხვებისთვისაც მისაბაძი გახდა. ზოგმა ცივი ნახარშიც გადაივლა, მაგრამ შედეგი იგივე მიიღო. ცივ მდგომარეობაშიც კი, რა თქმა უნდა, იწვევს ქიმიურ დამწვრობას. მყავდა ერთი პაციენტი, რომელიც ძალიან გაკვირვებული იყო, ბოლომდე გაკვირვებული დარჩა, რომ ცივი წავისვიდა, რატო დავიწვია. ნუ ბოლოს ავხსენეთ, რომ ეს ფაქტურად ბჟავაა. იზა ცაკაშვილს უთხრეს, რომ დამწვრობის კვალი 3 თვეში გაუვლის, მაგრამ წლევანდელი ზაფხულის გატარება მზის გარეშე მოუწევს. რამდენი ხნით აგეკრძალეს მზეზე ყოფნა? 5 წელი. ისეთ საშინელი ტკივილები აქვს ამას და ისეთ საშინელი შედეგები მოყვება, რომ მართლა არავის არ ურჩევ რა. თუ თავის თავი უყვართ, არ გაიმეორონ. პირადი გამოცდილებიდან მეუბნები. აი ამ კორპუსში ცხოვრობს 15 წლის ქეთი, რომელიც გარეთ მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც მზე ჩადის, მაგრამ ყველაფერი სწორედ მზის სიყვარულით დაიწყო. პოპულარული რო გახდა ეს წელს ზაგარი ყველა რომ ერთი და იქს გაიგზახო და მომინდა და ქიმიური დამწვრობა ქეთის შემთხვევაში იმდენად ძლიერი იყო, რომ ორგანიზმის გაუწყლოვანება დაიწყო და საფრთხე თირკმელებზე შეექმნა. პირველი სატელევიზიო რეპორტაჟი ლეღვით დამწვრობის შესახებ სწორედ ქეთიზე გავიდა და პირველი მისაბაძი მაგალითი გახდა. ამბობს, რომ თავად არავის მიბაძა და არც არსად ამოიკითხა. ლეგვის ნახარშზე პირველად მეგობარმა სკოლაში უამბო. საერთოდ არც გამიფიქრებია, რომ შეიძლება დამწვარი ყავი. მე ვნანობ ჩემ საქციელს და ჩემი მოწოდება ხალხისთვის, რომ ასეთი უვიცი საქციელი აღარ ჩაიდგა. გასული საუკუნის 60-იან წლებში რუჯის მისაღების საშუალებების რეკლამირება პირველად დაიწყო. დღეს გარუჯვა 5 მილიარდიანი ბიზნესია. გარუჯული კანი დაბალ სოციალურ ფენაზე მიუთითებდა და არისტოკრატია კანს მზისგან საგულდაგულოდ მალავდა. სანამ 1920 წელს პირველად კოკო შანელი არ გაირუჯა. ოქროსფერი კანი მაშინვე მოდური გახდა. You're a breath of fresh air to me. I am empty, so
So tell me you care. შეიძლება მეც მეცადა და გამომეყენებინა, იმიტომ რომ რაღაც ვერ ვიფიქრებდი, რომ ლეღვი ესეთი საშიში იქნებოდა. სანამ არ მაქვს ეს ხო პრობლემაა და რომ მაქვს მერე პრობლემა არის ის, რომ რო გადამივარ ამ მეშველება. გამ საბოლოო ჯამში ნუ არ გავგიჟებულარ ისე, რომ როგორც გითხარით, რაღაც ცუდ გზებს მიმართავ ხოლმე. მე არ ვიღებ ისეთი დოზით, არც სოლარიუმის რუჩს და არც მზისას, რომ დააზიანო ჩემი სხეული. Time is upon us. თუმცა მზე კანს ხშირად ისე აზიანებს, რომ ჩვენ მას ვერ ვხედავთ. შეიძლება იყოს ეს ყავისფერი ლაქები თქვენი მზეზე დიდხანს ყოფნის მიზეზი. ასეთ განათებაზე კანის ყველა ლაქა და პიგმენტი ჩანს. მაღალი რისკია, რომ ულტრაისფერმა სხივებმა ხალები და პიგმენტები მელანომებად, ავთვისებიან ელემენტებად გადააქციოს. ამიტომ ექიმის რჩევაა, ვინც აქტიურად ირუჯება, წელიწადში ერთხელ დერმატოლოგთან შემოწმება გაიაროს. ხალი მისი გავთვისებიანობა, კერძოდ მელანომის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს. ეს ადამიანმა თვითონ შეიძლება შენიშნოს. დაახლოებით 15 წუთიანი ხარშვის შემდეგ, როგორც ხედავთ, მივიღეთ ასეთი მომწვანო მოყვითალო ფერის სითხე. სწორედ ეს სითხეა, რომელმაც საქართველოში უკვე 23 ადამიანი დაწვა. სწორედ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ნარუჯის მისაღებად კარგია, დაიმახსოვრეთ, ლეღვის ნაყენი საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის.